გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ხმაური გურჯაანის საკრებულოს ხდომაზე რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დეპუტატები. ახალი იდეა გაშთა, რომ ეს ფული ნაგვის ნარჩენების გატანის ფული დააკისრონ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ძალიან ბევრი ტიპის გადასახადის გადახდა უწევთ. აი გვერდებში ნეკნებში მიყავდნენ პირდაპირ. მაგინა რა არა. 56 წლის მოქალაქე პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, რას ყვება იგი. უსამართლოდ ადამიანებს უსწორდებიან. ამას არავის არ ვაპატიებთ. მოქალაქეებს წინასწარი შეთანხმების გარეშე საკრებულოს ხდომებზე დასწრება შეეძლებათ. არის თუ არა საკმარისი ადგილები იმ ოთახში, სადაც სესიები ტარდება და რა შეიცვლება თუ კანონპროექტი დამტკიცდება. კიდევ მივიდე დავესწრო არაფერს მიგია. ნამდვილად ძალიან კარგი იქნება დებესრები და რაც სოფელს ვაკლე და გვჭირდება და გასაჭირში ვართ, ჩვენ გასაჭირი ვიტყვით. რა მოხდა კულისებს მიღმა გურჯაანში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, რა პრეტენზიები აქვს თბილისიდან მოწვეულ მომღერლებს კულტურის ცენტრის ადმინისტრაციასთან. კაჭრეთელ მოსწავლეებს რაგბს უფაზოდ ასწავლიან. საღამოში და ვისაეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. ხმაური გურჯაანის საკრებულოს ხდომაზე ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებს შორის კამათი ნაგვის გადასახადის შემოღებას მოყვა. მმართველმა გუნდმა საკითხი დააყენა, რომ მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებისათვის თანხა ოფიციალურად გადაიხადონ. ერთ სულზე 50 თეთრი, ხოლო მრავალ სულიანზე მაქსიმუმ 2 ლარი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სწორედ ამ ტარიფის შემოღება გააპროტესტეს და საკითხს მხარი არ დაუჭირეს. ასევე ამ დებულებას უნდობლობა გამოუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა. საბოლოოდ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გურჯაანის რაიონის მოსახლეობა ნაგვის გადასახადს გადაიხდის. ყველასთვის განწყობილი როგორც იურიდიულ პირებზე, ასევე ფიზიკურ პირებზეც. ფიზიკურ პირებისთვის ძალაში დარჩა იგივე მოსაკრებლის რაოდენობა, რაც იყო შემოღებული წინა წლების პრეცედენტი და თუმცა სოფლის და ქალაქის განსხვავება გამიჯვნა აღარ მოხდა. ანუ რაც არის ქალაქში მოსაკრებელი, ასევე იქნება სოფელშიც, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იქნება სერვიზი მიწოდებული, რა თქმა უნდა ეს ადამიანები გადაიხდიან. სუფლებო თulis, რომ 450.000-იანი სუბსიდიის ფონზე, რომელსაც ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა უხდით ქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს, თვლიან რომ 9 მილიონი ნამდვილად არ არის საკმარისი თანხა და ახლა ახალი იდეა გაშთა, რომ ეს ფული ნაგვის ნარჩენების გატანის ფული დააკისრონ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ძალიან ბევრი ტიპის გადასახადის გადახდა უწევთ. არის ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონი და ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებოდით სოლიდარული ამ გადაწყვეტილების მიღების. პირიქით ნაციონალურმა მოძრაობამ წამოაყენა ინიციატივა, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია საერთოდ გაუქმებულიყო, თუმცა ჩვენ ამაზე მივიღეთ ძალსახად პასუხი, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს. მოსაკრებელი შემოსაღებია და უნდა შემოღებული იქნეს რა სერვისაც იღებს ადამიანი, აუცილებელია რომ ის რაღაც მინიმალური, მაგრამ მაინც გადასახადი იყოს, მოსაკრებელი იყოს შემოღებული, მაგრამ როგორც დავინახეთ ახლა საკითხი ბოლომდე ამოწურული, მომზადებული არ არის და ახლა მე დავაყენე საკითხი, რომ დროებით გადავდოთ, გავიაროთ გამგეობამ კიდევ ერთხელ დაამუშავოს, შემდეგ კომისიებში დამუშავდეს კარგად, რომ მიიღოს უფრო ნორმალური და კარგი სახე და ამის შემდეგ შემოვიტანოთ. არ დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა და პირდაპირ პირველივე მოსმენით მიიღეს. 56 წლის გურამ მელიქიშვილი თელავის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით პოლიციაში მას აღიარება მოსთხოვეს, თითქოს მდინარე ალაზანზე უკანონო თევზაობდა. მას შემდეგ კი რაც უარი განაცხადა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაემუქნენ. დაზარალებული და მისი ახლობლები ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. მაგინა რა დღე რა არ მეუბნებოდა რომ ჩემს რომ შეეწინათ ეს ყველაფერი, რომ გინა თუ არა ეგრე უნდა წეროვო, რომ ეს ისინი რომ ვითომ ვიყავი მე ალაზანზე თევზაობდი, იქავა ვეუნები, არა ყოფილა ხალხი იყო მოწმე, სოფელში ვიყავი. არ მაინტერესებს მე, შენ მაგერად თქვო რომ შენ იყავიო. გვერდებში ნეკნებში მიყავდნენ პირდაპირ. წამიყვანეს მე მეორე ხარეს სხვა ოთახში, ახლა იქ მამა ყონა, იქაც მაგინა რა არა. დაწერა თუ არა ჩაგაბალო წაგიყვან შაკაგდეფო. სადაო. კამერა ჩაგაგდეფო რა. უცემიათ. რომ გინდა თუ არა შენ იყავიო, შენას თევზაობდიო. არა და ფაქტიურად ამას არ უთევზავნია. კი, თუ ჩვენებას ეუნებოდნენ. რო არ უთევზავნია ისად კაცზე გავიდა.
იმდენი სემეს რომ იძულებით ელი მოაწერინოს. თუ კი ჩვენ სამართალს ვერ ვიპოვით და არ იმას იზავენ რეაგირებას არ მოახდენენ, ესე უსამართლოდ ადამიანებს უსწორდებიან, ამას არავის არ ვაპატიებთ და ზემდგომ ორგანოებს მივმართავთ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი კიდევ ერთი ცვლილება. რიგით მოქალაქეებს წინასწარი შეთანხმების გარეშე საკრებულოს ხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. სანამ ცვლილება ძალაში შევა, საკრებულოს სესიებზე დასწრების მსურველთათვის დასაჯდომი ადგილების გამოყოფა მოუწევს. რას ფიქრობს მოსახლეობა ახალ ინიციატივაზე და გადაინაცვლებს თუ არა საკრებულოს ხდომები თავმჯდომარის კაბინეტიდან სხვა დარბაზში? საკითხს ვერაიაშვილი არკვევდა. მალე ნებისმიერ მოქალაქეს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე შეიძლება საკრებულოს ხდომას დაესწროს და სოფლისა თუ პირადი პრობლემა სესიაზე თავადვე დააყენოს. ამას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს. გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ამას კრიტიკულად უყურებს. ზოგმა კი აქამდეც არ იცოდა, რომ სესიაზე დასწრების უფლება ჰქონდა და რაც გაიგო, შეთანხმებაც აღარ მოუწევს, ამბობენ, რომ ამით ისარგებლებენ. პრობლემას კი დავაყენებ, მაგრამ თუ განხორციელდება, ეგ იმაზეა დამოკიდებული, რა ვიცი. ეგ დიდი ხანი არის, მაგრამ ჩვენი წინადადებები არავის არ გავთავაზებთ. მე იმედი არაფერს არ მაქვს, კიდე მივიდე დავესწრო არაფერს იმედი არ მაქვს. მიშაღებია მე ვესტრები მუდამ ნატუხებს ამ საქართველოს ვარ. საერთოდ გაჭირვება და ნამდვილად ძალიან კარგი იქნება დევესრები და რაც სოფელს ვაკლე და გვჭირდება და გასაჭირშივად ჩვენ გასაჭირი ვიტყვით და მოვხვდა მე ხომ მოვხვდები კარგი და თუ არა და სოფელს ძალიან დიდი პრობლემაა, ბევრი პრობლემა აქვს და თუ ის პრობლემა რაც მისაღებია და გადაგვიჭირეს მისასალმებელი იქნება. მე მაგალითად ბიუჯეტის მიღების დროს დავესწარი. გაინტერესებდა ბიუჯეტი რაიონისა რა იქნებოდა. არის საკითხები რომლებიც მაინტერესებს და აუცილებლად დავესწრება. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დაესწროს და თავიანთი აზრიც გამოთქვას. ძალიან კარგი იქნება. ნუ მიესალმებით. კი, რა თქმა უნდა. გავიგებთ ჩვენ სოფელს რა უჭირს, რა ულხილს. ძალიან კარგი იქნება. ყველა ადამიანი მოყოფილები იქნებით. საკრებულოს ხდომებს რომ ხალხი დაესწროს ამ დროისთვის შეუძლებელია. სესიები საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში ტარდება და აქ დეპუტატები და საკრებულოს წევრებიც ძლივს ეტევიან. ხშირად ადგილი ჟურნალისტებისთვისაც კი არ მოიძებნება ხოლმე. სამომავლო პერსპექტივაში გვაქვს დიდი დარბაზი, სადაც ფიქრობთ, რომ უნდა შევძლოთ როგორმე და ამ დარბაზის რეაბილიტაცია და შესაძლებელი იყოს უფრო მეტი მოქალაქის ჩართულობა. თუ იქნება რა თქმა უნდა მათი მხრიდან ამის მზაობა. რაღაც სამწუხაროდ მე ჯერჯერობით ვერ ხედავ, მაგრამ მივესალმები ტენდენციას იმის, რომ მოქალაქეების ჩართულობა იყოს უფრო აქტიური. საკრებულოში თავს იმართლებენ, რომ ბიუჯეტის თანხას ძირითადად სოციალურ პროექტებზე ანაწილებენ და სესიების ჩასატარებლად დარბაზის გაკეთებაზე თანხა ვერ გამონახეს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს. ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვერ მოვაკლებთ ვერც ინფრასტრუქტურულ პროექტებიდან და ვერც სოციალურ პროგრამებიდან რაიმე თანხას ამღონიზების გასტარებლად, თუმცა სამომავლოდ ფიქრობთ, რომ დაიგეგმოს და განხორციელდეს ახალი დარბაზის რეაბილიტაცია. ამ კანონის მიღების შემდეგ გაიზრდება თუ არა მოქალაქეების ჩართულობა და დაესწრებიან თუ არა სესიებს, გამოდის რომ ეს მხოლოდ მათ აქტიურობაზე არ არის დამოკიდებული. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში რიგით 23-მე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა და რეგიონის გუბერნატორმა გახსნეს. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას, საჯარო და კერძო სექტორს 200-ზე მეტი სერვისით მოემსახურება. მათ შორის მომხმარებელი დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ქონების რეგისტრაციას და საბანკო მომსახურებას ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შესძლებს. სოფელ შილდაში გავხსენით 23-მე საქართველოში საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ამ დიდი სოფლის მოსახლეობას საშუალებას მიცემს გააფორმოს სოფლიდან გაუსვლელად. იქნება ეს ქორწინება თუ დაბადება, აიღოს სხვადასხვა საბუთი, პირადობა, პასპორტი თუ მიწა დაარეგისტრიროს. ყველა ის 200-ზე მეტი სერვისი, რაც ქალაქის მოსახლეობას აქვს ხელმისაწვდომად. მსგავსი ცენტრების შენებლობა ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდების ჩართულობას, ხელმისაწვდომობას როგორც ინტერნეტთან, ასევე ბიბლიოთეკებთან, ასევე 200-მდე მომსახურებაა შესაძლებელი და ისეთი სოფლები, როგორც არის შედარებით დიდი სოფელი და მისი მიმდებარე პატარა სოფლები მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება აი ამ 200 მომსახურებით.
კახეთის ერთ-ერთ სოფელში ერთ თვეში ორ მცირეწლოვან ბავშვს შეიძალადეს. პირველ კლასელი ბიჭის გაუპატიურება 12 წლის ბიჭმა სცადა. მეორე შემთხვევაში კი 14 წლის ბიჭმა 5 წლის ბიჭს შეიძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია დამალეს როგორც სკოლის დირექტორმა, ისე თანასოფლელებმა და თავად ოჯახმაც. ახლა კი ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი მანინა სონღულაშვილი. დიდი მადლობა ქალბატონ მანინა, რომ მობრძანდით ჩვენ სტუდიაში. იყო თუ არა ვალდებული ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ფაქტის შესახებ იცოდა, რომ ეცნობებინა პოლიციისთვის. ცოტა რთულია ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ მე დას ორი მხარე აქვს. რადგან დაზარალებულიც და მოძალადებიც არიან მოზარდები, ამიტომ ალბათ ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ პედაგოგიური მიდგომით მოიქცა. გამოერკვია რა ხარისხით იყო დანაშაული ჩადენილი და შეიძლებოდა თუ არა რომ საკუთარი ძალებით პედაგოგიურად მოეხდინა ზეგავლენა. გამართლებულია, რომ სკოლის დირექტორმა არ შეატყობინა ამის შესახებ პოლიციას და თავად აიღო პასუხისმგებლობა, ეს საკითხი ასე ვთქვათ გამოიკვლია. ამაზე პასუხის გაცემა სიმართლე გითხრათ მიჭირს. არა მარტო როგორც ფსიქოლოგს, არამედ როგორც პედაგოგს, როგორც დედას, იმიტომ რომ გახმაურებას ყოველთვის ერიდება ხოლმე და თუ კი შეიძლებოდა რომ შველებოდა იმ საკითხს ერთობლივად იქ მშობლები, პედაგოგთა კოლექტივი და თვითონ ხელმძღვანელიც, რატომაც არა შეიძლებოდა, თუ კი ეშველებოდა, თუ კი არ იყო მისული იქამდე რომ დანაშაული გამოუსწორებელი იქნებოდა, იქნებ იფიქრა დირექტორმა, იქნებ შველებოდა საქმეს, იქნებ გამოსწორებული იყო სიტუაცია. აი ამაშია საქმე, ჩემო კარგო. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ სწორედ პოლიციისთვის შეუტყობინებლობის გამო ასეთი შემთხვევა ამავე სოფელში განმეორდა. ქალბატონ მანინა, რა ხდება ხოლმე ბავშვებში ძალადობის მიზეზი? იცით, ასეთი ფაქტები მინდა გითხრათ ყოველთვის ხდებოდა. და ყოველთვის ცდილობენ რომ და ყოფილიყო დაფარული სამწუხაროდ ყოველთვის. იმიტომ რომ აქ ერიდებიან შეურაცხყოფელია ხო ამის თანასაქციელი ორივე მხარისათვის. როდესაც მოზარდებთან გვაქვს საქმე, ორივე მხარეს ვფრთხილდებით, პედაგოგებიც, მშობლებიც. ზოგჯერ ბავშვი შეცდომას ჩადის. და ეს შეცდომა, რა თქმა უნდა, დანაშაულის სახეს იღებს, მაგრამ მან ხომ არ იცის, რომ ის დანაშაულია. ტელევიზიით, მხატვრული ლიტერატურით, პორნოფილმებით, პორნოსურათებით, სლაიდებით ჩვენს მოზარდებს ხელმისაწვდომად აქვთ ეს ყველაფერი. და ამიტომ ბავშვები პრაქტიკულად ცდილობენ, რომ განახორციელონ ის, რასაც ხედავენ. მათი ასაკისთვის შეუფერებელია, მაგრამ ინტერესის გამო, ზოგჯერ პათოლოგიური დარღვევა ფსიქიკაში, ზოგჯერ პატარა მცდელობაც მათ ინტერესს აღვივებს ან აკმაყოფილებს რაღაც აკრძალულისადმი. ამიტომ ცოტა რთულია, იცით, იმ წუთში მოზარდი, რომელიც მაჭარევი დუხს დაცაღვინებელია, ძნელი დასადგენია მის ფსიქიკაში რა ხდება. მისი ფსიქიკა დატვირთულია დადებითი ემოციებით თუ უარყოფითი ემოციებით. რა ზეგავლენას ახდენს მასზე ურთიერთობა გარემოსთან, საზოგადოებასთან. ძალიან ბევრი მიზეზია და ამ მიზეზთაგან დეტალურად გამოკვლევას, რა თქმა უნდა, ეცდებოდა მასწავლებელი, ეცდებოდა დედა, ეცდებოდა საზოგადოება და ასე შემდეგ. აი ეს არ არის ერთი ხელის დაკვირვით ადვილად გასარკვევი საქმე. მადლობა, გვესაუბრებოდა ფსიქოლოგი მანინა სონღულაშვილი. გურჯაანის კულტურის ცენტრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილე მომღერლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ არასათანადოდ დაუხვდნენ. არ გამორიცხავენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ მომავალში გურჯაანის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა აღარ მიიღონ. ახლა თბილისიდან გვერდება მომღერალი ანი სირაძე, რომელიც ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრებს. ანი, მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხარ. აღსანიშნავია, რომ ამ საქველმოქმედო კონცერტიდან 6000 ლარი
არ შეგროვდა და იგი გურჯაანში ტაძრის მშენებლობას მოხმარდება, ამიტომ ამ სასიხარულო ამბავმა გადაფარა ის, რაზეც თქვენ მომღერლები უკმაყოფილებას გამოთქვამთ. კონკრეტულად რა მოხდა, კულისებს მიღმა, რა პრეტენზიები გაქვთ კულტურის ცენტრის ადმინისტრაციასთან თბილისს და მოწვეულ მომღერლებს? იცით რა არის, ესე პრეტენზიებს ვერ დავარქმევდი, უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ყოფილვარ ჩვენ გურჯაანის თეატრში, მე პირადად რამოდენიმე სოლო კონცერტი მოხდა ჩატარებული და ჩემს ისტორიაში პირველად მოხდა ესეთი რაღაც, რომ აი ყველა მომღერალი იყო გაუგნებული ესეთი დახვედით. ჯერ ელემენტარულად 35 გრადუსი იყო სიცხე და იმის საშუალება არ მოგვცეს, რომ გარედან წყალი დაგველია. ჩაკეტეს მე არ ვიცი, ანუ კონკრეტულად ვინ დაქნა, როდესაც ყოველთვის ჩვენ მივდიოდით და გვასპინძლობდნენ, ჩამოვიკეტეს ის ოთახი, სადღაც შეგვყარეს, არ ვიცი, რაღაც ჩამონგრეულ ადგილას, არც კამები მოგვცეს, საფეხაროშოები ჩაკეტეს, წყალი არ დაგვალევნეს და ასე შემდეგ და არ ვიცი მე მართლა გაუგნებული ვარ, რატომ მოხდა ეს ნამდვილად ვერ გესურვებთ. Ani კონკრეტულად ვის ადანაშაულებთ, ვინ არ მოგაქციეთ ყურადღება? მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ეს ვიცი, რომ ალბათ იმ პიროვნებამ ჩაკეტა, ვის დირექტორია, ხო, ამ თეატრის თუ რაც არის, არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით. უბრალოდ მომღერლები, დაღლილები ჩავედით, მით უმეტეს პირდაპირ ეთერი იყო და ყველა დიდი სიამოვნებით წამოიქცა ოკეთების ძალიან კარგ საქმეს ტაძრის მშენებლობისთვის და ელემენტარულად უბრალოდ იმის ღირსი არ გავხადეს, რომ წყალი დაგველია და საფეხაროშოში შესულიყვნენ ადამიანები და ეს არის მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მომღერლის, იმიტომ რომ ესე დახვედრას არ იმსახურებს არავინ. შესაძლებელია, რომ ამის გამო მომავალში აღარ მიიღოთ გურჯაანის კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა. თუ სიტუაცია გამოსწორდა და ის ადამიანი მიხვდა რა შეურაცხყოფაც მოგვაყენა ყველა მომღერალს, ჩავუხავთ რა თქმა უნდა. Ani მხოლოდ რამდენიმე მომღერალი ხართ დახვედრით უკმაყოფილო თუ ამ პროტესტს სხვა მომღერლებიც გამოხატავენ? ჩემზე მეტად შექმნა, იმიტომ რომ ნუ როგორ გითხრათ ახლა მე ახლა გითხრათ რომ ყველაზე გამორჩეულად ჭირდებოდა, უბრალოდ ეს არის რა არის ელემენტარულად არის ეს არის ადამიანის პატივისცემა, სულ რომ სიმღერა თავი დაანებოთ. ეს არის მასპინძლობა, როდესაც თბილისიდან ჩადიხარ კაფეში, კარის დაკეტვები და ჩაკეტვები, არ ვიცი, ხურდები ვიყავით თუ რა ვიყავით, ვინმეს რამეს მოუპარავთ თუ რა იყო, არ ვიცი. უბრალოდ კი, ნამდვილად რამოდენიმე მომღერალი იყო ძალიან მოწყურებული, იხვეწებოდნენ წყალს, კანს და აქედან გამომდინარე არაფერი არ იყო და მე მართლა ვერ ვხვდები მიზეზს რატომ მოხდა ეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ ჩავსულვართ და ესეთი მსგავსი რამ არ მომხდარა არასდროს. მადლობა, გვესაუბრებოდა ანი სირაძე. მომღერლების პრეტენზიებს დღეს გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორმა ეთერ ლოლაძემ უპასუხა და გთავაზობთ ინტერვიუს. პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ შემოქმედებითი ჯგუფებთან დახვედრა, მათთან მასპინძლობა, ეს არის ჩვენი პრეროგატივა და ჩვენ სახელზე მოქმედებს და რაც უფრო კარგად დავხვდებით შემოქმედებით ჯგუფებს, მით უფრო ჩვენთვის ძალიან კარგია ჩვენი სახელისთვის, ამის ინტერესები ჩვენ უფრო მეტად გვაქვს ვიდრე სხვას და რაც შეეხება საპირფარეშოების თემას, საპირფარეშოების თემა მუდმივად წლების განმავლობაში მე მახსოვს იყო აქილევსის ქუსლი გურჯაანის კულტურის ცენტრისთვის. რომელი პრობლემაც იყო ყოველთვის მოუგვარებადი და რაც მე მოვედი ამ პრობლემის მოგვარება დავიწყე, დღესდღეობით მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები საპირფარეშოებში, გნებავთ აიღოთ მისი კადრებიც, რომ ნამდვილად სარემონტო სამუშაოები იყო ასეთი თქმა, რომ ქალბატონი ეთერ ლოლაძემ დაკეტა თავისი კუთვნილი ოთახის კარები, ჩემი კუთვნილი ოთახის კარები არ დამიკეტაო, სანამ გურჯაანის კულტურის ცენტრიდან ბოლო სტუმარი არ გავიდა. ძლიერი ქალების სოფლად პროექტის ფარგლებში თელაվել აგრობიზნესში აქტიურად ჩართულ ქალებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტს საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესი და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ოქსფამ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებს. პროექტი 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და საქართველოს 5 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტის დასასრულს რეგიონების მასშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. აღნიშნული პროექტის მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოთ ქალებს, რათა ისინი გახდნენ ლიდერები თემსა და რეგიონში, რათა ისინი ეკონომიურად გაძლიერდნენ
და მიიღონ ელემენტარული ინფორმაცია რომ შესძლონ თავიანთი საკუთარი ბიზნესი, საკუთარი სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ფერმების კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება. ქალი ფერმერები საუბრობენ სწორედ იმაზე, რომ მათი ნაწარმოების პროდუქციის გაყიდვა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს ღრმა სოფელებში, ვინც ცხოვრობს და რომელიც არ არის ეგრეთ წოდებული გამოვალ გზებთან, იმიტომ რომ გამოვალ გზებთან ვინც ცხოვრობს, მათ გზებზე გამოაქვთ და იქ ყიდიან აი ესეთ პროდუქტებს. დასაწყოთი პრობლემები არის ფაქტობრივად, ადგილობრივად კონკრეტული შემთხვევებისათვის და ვცდილობთ რომ შესაბამისად ადეკვატურად მივცეთ რჩევები. კაჭრეთელი ბავშვები რაგბის უფასოდ სწავლობენ. 50-მდე პატარა სპორტსმენს ანაზღაურების გარეშე რაგბისტი შოთა ლაზაშვილი ამეცადინებს. თუმცა ბავშვებს თან უყარი ოცნება რომ აუსრულდეთ და დიდ სპორტშიც მოსინჯონ ძალები, ეს საკმარისი არ არის. რა დახმარება სჭირდებათ უანგარო პედაგოგისა და პატარა რაგბისტების შესახებ ეთერ თეთრაძე გიამბობთ. შოთა ლაზაშვილი კვირაში 3 ჯერ თბილისიდან კაჭრეთში იმისთვის მიდის, რომ ამ მოსწავლეებს რაგბი შეასწავლოს. ის 50-მდე სპორტის მოყვარულს უკვე მესამე თვეა ანაზღაურების გარეშე ამეცადინებს. მისი მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ბავშვები ძალიან მონდომებულებიან და ყოჩაღი ბავშვები არიან და მიზანი არის რომ მარტო ის რა არა რომ ჯანმრთელად იყვნენ რაღაც ქუჩას მოცილდნენ და ჯანსაღი წესით იცხოვრონ, რაღაც გვინდა რომ რაღაცნაირად ისე მოვამზადოთ ეს ბავშვები რომ მე შეჯიბრზე გავიდნენ და რაღაც თუ ეხა გუნდიც გაკეთდება ძალიან კარგი იქნება. ეხა ამას რა თქმა უნდა რაღაც პატარა დაფინანსებას დაჭირდება. რაგბი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პატარობიდანვე მიყვარდა და ვოცნებობდი რომ მე ვარჯიშა მაინც რა და რაგბი არის ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის სპორტი და რომელსაც მე ბოლომდე მივყვები. მართალია ეს ახალგაზრდები სპორტის ამსახეობას გადასახადის გარეშე ეუფლებიან, თუმცა იმისათვის რომ ისინი პროფესიონალები გახდნენ, სათანადო პირობები ესაჭიროებათ. იმისათვის რომ სპეციალური ინფრასტრუქტურა მოსაწყობია რაგბის ფეხბურთის მოედანზე სწავლობენ. შეჯიბრებაზე რომ გავიდნენ კი სპეციალური ფორმები არ აქვთ. ეს თამაშებზე წავიდეთ, ფორმა შევკეროთ და რაღაცა ელემენტარულად გზის ფული ქონდეს გადაადგილების თუნდაც. ხო, ამისთვის რაღაცა ხარჯი დაგჭირდება რა. რაგბი სპეციფიკური სპორტია, აქვს თავისი ინვენტარი. ის არის დასაჯახებელი ბალიში, თუ ეხა ფეხბურთს შეიძლება მაგდენი რაღაც არ ჭირდებოდეს, რაც რა გჭირდება. ხო და ამიტომ აი ეს ინვენტარიც რაღაცა ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეს აუცილებლად დაგჭირდება ადრე თუ მერე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურის მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით წელს ამ გუნდის დაფინანსებას ვერ მოახერხებენ, რადგან ბიუჯეტი უკვე გაწერილია. წვრთნელის ინიციატივას კი მიესალმებიან და 2016 წელს დაფინანსებასაც პირდებიან. თუ კი რამე იქნება შესაძლებელი, ან ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, ან თუნდაც ბავშვებისათვის სპორტული ინვენტარის ან ტანსაცმლის ფორმების შეძენის მიზნით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ დავეხმაროთ. შოთა ლაზაშვილს კი დიდი იმედი აქვს, რომ უანგარო შრომა დაუფასდება და ამაში ადგილობრივი ხელისუფლება და ბიზნესმენები დაეხმარებიან. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს მშობიარე ქალების საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როცა მკვდარი ბავშვები იბადებიან. ეს იმის ნიშანია, რომ არ არის სათანადო ყურადღება. დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს ხალხისთვის, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობიარე დედებს, განაცხადა პატრიარქმა. დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ბევრს აკეთებს ხალხისთვის და ბევრი გააკეთა და დღესაც ბევრს აკეთებს, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობიარ დედებს, რომ ამ ბოლო დროს დახშირდა, როცა დედა შობს მკვდარ შვილს.
სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე კომორის კუნძულების დროშით მცურავი გემი ბერრა ჯი დააკავა. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა 50,000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე კომორის კუნძულების დროშით მცურავი გემი დავაკავეთ. აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50,000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. სასკოლო ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილე დელეგაციებთან, ინსტრუქტორებთან, მსაჯებთან და თამაშის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საშეჯიბრო სისტემაზე ისაუბრეს. მსაჯებმა და ინსტრუქტორებმა ხელმძღვანელებისგან საჭირო ინფორმაცია და მითითებები მიიღეს. შეხვედრაზე ღია კენჭისყრა ჩატარდა, სადაც მეტოქე გუნდები გამოვლიდნენ. 12 მონაწილე გუნდი 3 ქვეჯგუფში გადანაწილდა. წრიული სისტემით თამაში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც ესწრებოდა. და ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის ერთი მხრივ მასიური სპორტის განვითარებისთვის და მეორე მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიული სპორტის მიიღებს შევსებას ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მონაწილეობს აღნიშნულ ოლიმპიადაში და ასევე ბავშვებს ეძლებათ ახალგაზრდა სპორტსმენებს ეძლებათ საშუალება საერთაშორისო სპორტზე გასვლის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ მასშტაბები გაიზრდება ცალსახად და უფრო მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩაერთვება მომავალ წლებში და სპორტის ახალგაზრდობის სამინისტროდან მხარდაჭერა ექნება სრული ამონიზიებას. დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებთან იყო შეხვედრა მთელ ყველა რეგიონთან. გარკვეული კითხვები იყო, საკითხები, რაშიც ჩვენ ჩავაყენეთ ისინი საქმის პულსში, აუხსენით საშეჯიბრო სისტემა კიდევ ერთხელ, მათ კი იციან ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ასევე ჩავატარეთ კენჭისყრა, ანუ ყველა მიცის უკვე ვინ ვის ხვდება შესარჩა თამაშებში, იციან რომელ დღეს ვინ თამაშობენ. უკვე ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ხვალიდან დაიწყოს თამაშები. პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული, ძალიან სასიხარულო საქართველოს წამოიწყო ესეთი პროექტი, იმიტომ რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა ჩავთვალოთ სპორტში და კარგია რომ მთლიანი საქართველოს მოიცვა ამ პროექტმა. მე პირადად ჩართული ვარ მძლეოსნობაში როგორც კომისარი და ჩემს საამაყოდ ჩემი საყვარელი სახეობის ასე ვთქვათ კომისარი ვიქნები რა თქმა უნდა კაცრი, მაგრამ ობიექტური მსაჯი და წარმატებას უსურვებ გამარჯვებულ გუნდს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. საბერძნეთში რეფერენდუმის შედეგებზე იმობენ ათენსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საზეიმო მსვლელობები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოო შედეგებით ამომრჩეველთა 61.31%-მა ხმა საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგ მისცა. ამომრჩეველთა აქტივობამ რეფერენდუმზე 62.5% შეადგინა. სწორი არჩევანის გაკეთება საბერძნეთის მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი კი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა. ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. მათი მოთხოვნა იგივეა: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და 23 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილე პირების დასჯა. ერევნის ცენტრში შეკრებილები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას უკვე 2 კვირაზე მეტია აპროტესტებენ. 23 ივნისს აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დააკავეს 227 მომიტინგე. 20 ადამიანი კი შეტაკების დროს დაშავდა. ნიგერიის ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ ჯოში 2 აფეთქება მოხდა, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. პირველი აფეთქება ქალაქში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან, მეორე კი მეჩეთთან მოხდა. წინასწარი ვერსიით მეორე აფეთქების სამიზნეს მუსლიმანი სასულიერო პირი წარმოადგენდა, რომელიც ისლამისტურ დაჯგუფება ბოკო ჰარამს აქტიურად აკრიტიკებდა. პოლიციის ვარაუდით ორივე თავდასხმა სწორედ ბოკო ჰარამმა განახორციელა. მსგავსი შემთხვევები ნიგერიაში ხშირია. გასულ კვირას ამავე დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა.
ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც ზოოკლუბმა და პალიტრა თიმიმ გავრცელა. ბავშვი, რომელსაც მეტად უცნაური მეგობარი ყავს. კანარის კუნძულებზე მეთევზეების მიტოვებულ ნავსადგურს ყოველდღიურად სტუმრობენ უზარმაზარი ზომის კაროსები, რომლებიც ჯოეს დაუმეგობრდნენ. ერთ-ერთი მათგანი მას იმდენად შეეჩვია, რომ საკვებს მისი ხელიდან ჭამს. ჯოელი მათთან შესახვედრად ნავსადგურთან ყოველ დილით მიდის. კაროსები მას მოთმინებით ელოდებიან. სოციალური ქსელების ჰიტი კნუტისა და ბუს თბილი მეგობრობა. იაპონიის ერთ-ერთ კაფეში 2 თვის კნუტი, მარიმო და 5 წლის ბუფუკუ ჩანი ცხოვრობენ. მათი თბილი მეგობრული ურთიერთობის ფოტოებმა კი სოციალური ქსელები და ინტერნეტი აავსო. კაფეში, სადაც ეს წყვილი ცხოვრობს, ადრე ძალიან ბევრი ბუ ცხოვრობდა, მაგრამ მფლობელებმა ყველა გაყიდეს და მხოლოდ ფუკუ ჩანი დაიტოვეს. ფრინველმა მარტოობით მოიწყინა, ამიტომ მფლობელებმა მისთვის მეგობარის მოყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ ბუს ნაცვლად კატა აღმოჩნდა. და ბოლოს დღის სხვა ამბები. ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი რუსეთის იმპერატორ ეკატერინა მეორეზე ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება. ფილმის პირობითი სახელწოდება ნიმფომანია და მასში იმპერატორიცას სასიყვარულო ისტორიები იქნება აღწერილი. ეკატერინას როლს ფილმში თავად ჯოლი შეასრულებს. ზია ბებოშვილი ევროპის ძიუდოისტთა ტურნირის გამარჯვებულია. სოფიაში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს გოგოების ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მათმა კარგმა ჭიდაობამ ყველა აღაფრთოვანა, განსაკუთრებით კი პირველ დღეს, როცა ზია ბებოშვილი ჩემპიონი გახდა. ის პირველია ქართველ ქალთაგან, ვინც პირველ ხარისხოვან შეჯიბრებებში მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე კი მარიამ ჭანტურია გავიდა. მოჰამედ სალაჰი ფიორენტინას ტოვებს. მართალია ფიორენტინამ ლონდონის ჩელსისთან მოლაპარაკებები დაასრულა და მოჰამედ სალაჰთან დაკავშირებით კიდევ ერთწლიანი იჯარა შეეთანხმა, თუმცა კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებას განხორციელება არ უწერია, რადგან თავად ფეხბურთელმა ფიორენტინას დატოვება განიზრახა და გუნდის საწვრთნელ შეკრებაზე არც კი გამოცხადა. იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფიორენტინას მესოურები მოჰამედ სალაჰს სასამართლოში უჩივლებენ. ახლა კი ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.